ანგარიშვალდებულება ხალხის წინაშე. ჩვენ გვაქვს კითხვები. ისინი ვალდებულნი არიან გქონდეთ პასუხები. ჩვენი უფლება ავიწოდოთ. ჩვენი უფლება მათ ძალაუფლებაზე მნიშვნელოვანია. ჩვენ გვაინტერესებს სიმართლე. მათ უნდა აინტერესებდეთ ხალხის აზრი. ჩვენ ველოდებით გულახდილ პასუხებს. პირდაპირ საუბარი ეკაბერიძესთან ყოველ საათს მაესტროზე. საღამომშვიდობისა თქვენ უყურებთ პირდაპირ საუბარს ეკაბერიძესთან. ორშაბათს რუსეთმა საქართველოს ეთნიკურ წმენდასთან დაკავშირებული მტკიცებულებების ფაბრიკაციაში დაადანაშაულა, რომელსაც ადგილი ჰქონდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში. რუსეთი აცხადებს, რომ საქართველოს არასოდეს დაუჩივლია ეთნიკურ დისკრიმინაციაზე მანამ, ვიდრე აგვისტოს ომი არ წააგო. სარჩელის მიხედვით, ქართული მხარე რუსეთს 1993 წლიდან 2008 წლამდე ქართველთა ეთნიკურ წმენდაში ადანაშაულებს. პარალელურად ჰააგამ უნდა განიხილოს რუსეთის სარჩელით საქართველოს წინააღმდეგ. როგორც სააგენტო Associated Press იუწყება, ამ კვირის მოსმენები მხოლოდ იმის განხილვას მიეძღვნება, უნდა მოისმინოს თუ არა სასამართლომ ეს საქმე საერთოდ. სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა, თუმცა ჰააგის ტრიბუნალს იძულების ბერკეტები არ გააჩნია. რით დასრულდება რუსეთისა და საქართველოს დავა საერთაშორისო სასამართლოში? მისცემს თუ არა საქართველოს რუსეთს საშუალებას გაერთიანდეს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში და შედგება თუ არა უპირობო დიალოგი რუსეთთან ამ თემებზე? პირდაპირ საუბარი პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან აკაკი მინაშვილთან გვექნება. გადაცემის მეორე ნაწილში კი რესპუბლიკური პარტიის წევრ დავით ზურაბიშვილთან ვისაუბრებთ თემაზე, შესაძლებელია თუ არა 4 თვეში 200 წლიანი ისტორიული სიმართლის დადგენა. თქვენ უყურებთ პირდაპირ საუბარს, ჩვენი სტუმარია აკაკი მინაშვილი, ბატონო აკაკი, მოგესალმებით პირდაპირ საუბრის სტუდიაში. პირველ რიგში მინდა დავაზუსტოთ მაყურებლისთვის, რომელი ინფორმაციაა სწორი. ერთი მხრივ საუბრობენ იმაზე, რომ დღეს ჰააგა განიხილავს იმ საკითხს, მიიღოს თუ არა საერთოდ საქართველოს სარჩელი რუსეთის წინააღმდეგ. მეორე მხრივ საუბრობენ იმაზეც, რომ უკვე არსებითი განხილვა მიმდინარეობს სარჩელის. სინამდვილეში რა ხდება დღეს? ეს არის პირველადი სტადია, სადაც გადაწყდეს მოხდება თუ არა ამ საქმის არსებითი განხილვა. თუმცა აქ არის მტკიცებულებების შემოწმება სასამართლოს მიერ და სასამართლო შეამოწმებს გადახედავს მტკიცებულებს, რომელიც წარმოდგენილია საქართველოს მხარის მიერ და ასევე რუსეთის ფედერაციის მხარის მიერ. საკმაოდ გრძელვადიანი პროცესია ზოგადად, საერთაშორისო სასამართლოს ესეთი ტიპის გადაწყვეტილებები არ არის მოკლევადიანი, მას სჭირდება თვეებიც, ზოგჯერ წლებიც, გამომდინარე იმ საკითხებიდან, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ამ ორი სახელმწიფოსთვის, ზოგადად ესეთი ტიპის სასამართლო გადაწყვეტილებები პრეცედენტულია და მომავალშიც ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიულია მთელი მსოფლიოსთვის. ამიტომ ეს არის ძალიან სკრუპულოზული საქმეები, რომელსაც ძალიან დეტალურად განიხილავს სასამართლო. მიუხედავად ჩვენ და განსაკუთრებით ჩვენ შემთხვევაში, როდესაც ეს არ ეხება ერთ რომელიმე განყენებულ ფაქტს. ეს არის ფაქტების ერთობლიობა, რომელიც დაწყებულია 90-იან წლებიდან დღემდე. ბატონო აკაკი, შესულია საპირისპირო სარჩელიც რუსეთის მხრიდან და საუბრობენ იმაზე, რომ შესაძლებელია ამ ორი სარჩელის გაერთიანება. რამდენად რეალურია? არა, მთავარი თემა არის ეთნიკური წმენდა, ის საკითხი, რომელიც წამოყენებულია ჩვენი მხრიდან. არ გაერთიანდება საქართველოს და რუსეთის სარჩელი ერთობლივად რომ აქ სხვა საკითხია, რუსეთის ფედერაცია ცდილობს, რომ ამ სასამართლოს იურისდიქცია არ გავრცელდეს ამ საკითხზე სხვადასხვა მეთოდებით და აქედან გამომდინარე მას აქვს ეგრეთ წოდებული შესაძლებელი ამ საკითხთან დაკავშირებით არის ცალკე ასე თქვა განყენებული სარჩელი. აქ არის მთავარი ასე თქვა საბრძოლის ასე თქვა საკითხი, ეს არის რამდენად შეუძლია სასამართლოს განიხილოს ეს საკითხი. და ამაზე მიმდინარეობს ახლა მსჯელობა ჰააგაში, რომელიც რამოდენიმე დღე გაგრძელდება და ბუნებრივია შემდეგ სასამართლოს სჭირდება გარკვეულდურად თავის გადაწყვეტილება გამოიჩინოს. ბატონო აკაკი, თუ უშვებთ იმის შესაძლებლობას, რომ შეიძლება ჰააგამ მართლაც არ განიხილოს ჩვენი სარჩელი. მოდით წინასწარ მოვლენებს ნუ დავასრულოთ, ეს არის სასამართლო დაწესებულება, მას აქვს თავისი წესები, წინასწარ ამაზე საუბარი არ არის მიზანშეწონილი, თუმცა მეორე მხრივ ის რომ ეთნიკური წმენდა განხორციელდა საქართველოში, ამაზე არ დაუს სოფლიოში არავინ. ხა რუსეთის საუბარს თითქოს საქართველოს ეს არ უხსენები, მე მინდა შევახსენო რუსეთის ფედერაციას და ქართული საზოგადოებაზე და სოფლიოში აღიარებული ფაქტია, რომ იყო სამი მაგალითად ეუთოს სახელმწიფოთა მეთაურთა სამი სამიტის გადაწყვეტილება სტამბოლში, ლისაბონში და ბუდაპეშტში, რომელიც უსწრებს აგვისტოს აგრესიას, რომელიც ყველას გადაწყვეტილება იყო მათ შორის რუსეთისაც, რომ ეს იყო ეთნიკური წმენდა.
ძალიან ბევრი ფაქტი არსებობს, ის რაც დევს დღეს იუსტიციის სამინისტროში და რაზეც ეყრდნობა ჩვენს არჩევანს, თუმცა ეს ღია ინფორმაციითაც თქვენ შეგიძლიათ ნახოთ 90-იანი წლების სტატიები, თუნდაც New York Times-ის, Washington Post-ის, სადაც პირდაპირ არის მითითებული თუ როგორ ხდებოდა ეროვნებით ქართველი ადამიანების გაძევება აფხაზეთში. და არა მხოლოდ ქართველების, არამედ ესტონელების, უკრაინელების, ბერძნების და ასე შემდეგ. ეს არის ცალსახელო. თუმცა ვადნოაკაკი რამდენადაც ცნობილია რუსეთის არგუმენტი, როგორც გაავრცელეს საინფორმაციო სააგენტოებმა, რუსეთი ამბობს, რომ საქართველოს აქამდე არასოდეს არ მიუმართავს არც ერთი საერთაშორისო სასამართლოსთვის, იგულისხმება 2008 წლამდე მსგავსი სარჩელით და ასევე როგორც რუსეთის მხარე აცხადებს, თუ ასეთი რამ არ არის მომხდარი, ჰააგის ტრიბუნალმა არ უნდა განიხილოს. პირველ რიგში ეს არასწორია სამართლებრივად, საქართველოს დღესაც არის. როგორ არის ჰააგის ტრიბუნალის წესები? მიმართოს განსაკუთრებით აგვისტოს აგრესიის შემდეგ, რაც შეეხება პოლიტიკურად ამ ფაქტის დაფიქსირებას, კიდევ ერთხელ ხაზს გაუსვამ ეუთოს გადაწყვეტილებას. გარდა ამისა იყო გაეროს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილება რამდენიმე წლის წინ, ამიტომ ამაზე საუბარი მუდმივად მიმდინარეობდა. მიმართავ თუ არა სტრატეგიას, ეს უკვე ტაქტიკური საკითხია, ამა თუ იმ სახელმწიფოსი ჩვენი მხრივ ეს ალბათ შეცდომა იყო, რომ ამდენი ხანი ამისთვის არ მიგვიმართა. ანუ შეგვეძლო მიგვემართა ჩვენ სახელმწიფოს. როგორ ფიქრობთ, რატომ არ მიმართა ეს საქართველოს ხელისუფლება წინამან ამჟამინდელმა? რთულია მსჯელობა, წინა ხელისუფლება. ამაში შეიძლება დღეს ხელი შემშლ ფაქტორად. რთულია მსჯელობა, წინა ხელისუფლება რატო არ მიმართა, თუმცა მე გეტყვით 2003-2004 წლის 3 წლის რევოლუციის შემდეგ რა განწყობილება იყო და ეს ხო ჩვენი მთავარი პრიორიტეტი. ეს ძალიან ბევრჯერ განაცხადა 2004-ში საქართველოს პრეზიდენტმა, რომ ჩვენი სურვილია მშვიდობიანი თანაარსებობა რუსეთის ფედერაციასთან, ჩვენი სურვილი იყო მოლაპარაკება იმ საკითხებზე, რომელშიც ჩვენ ვიყავით განსხვავებულები. და ჩვენ მქონდა იმის ასე ვთქვათ ვფიქრობდით იმას, რომ ჩვენ რუსეთთან სუფთა ფურცლიდან დავიწყებდით მოლაპარაკებას და ამის საფუძველზე შეგნებულად არ ხდებოდა. მოვაგვარებდით იმ პრობლემებს, რომელიც არსებობდა. ბუნებრივია მოგვარების მთავარი საკითხი აქ იყო საქართველოს დეოკუპაცია და რუსეთის შეიარაღებული ძალების გაყვანა საქართველოს ტერიტორიიდან. ამაზე ჰქონდა და გარდა ამისა ბუნებრივია ჩვენ თავადობთ ალტერნატიულ სამშვიდობო წინადადებებს, როგორც ცხინვალის რეგიონს, იქ ცხოვრობ ჩვენ თანამოქალაქეებს, ასევე აფხაზეთში ცხოვრობ ჩვენ თანამოქალაქეებს, ხო დაახლოებით 8 სამშვიდობო წინადადება, რომელიც გულისხმობდა მათ ეკონომიკურ და პოლიტიკურ სწრაფ განვითარებას და ამაზე საუბარი ძალიან დიდი ხანი მიმდინარეობდა. ვადნოაკაკი ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ მათ შორის საერთაშორისო სასამართლოები არიან პოლიტიკურად მოტივირებული და ამის მაგალითად მოყავთ ხოლმე ამ ზაფხულს მიღებული გაეროს საერთაშორისო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილება კოსოვოს დამოუკიდებლობის შესახებ, რომლის მიხედვითაც ეს აღიარება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ნორმებს. და ამის არგუმენტად მოყავთ ის, რომ ეს მოხდა მაშინ, როდესაც ევროპის ქვეყნებმა უკვე აღიარეს კოსოვოს დამოუკიდებლობა. ხომ არ არის იმის საშიშროება, რომ ჰააგის სასამართლო გაუწევს ჩვენ შემთხვევაშიც ანგარიშს რუსეთს როგორც დიდ სახელმწიფოს? დავაზუსტებ კოსოვოს გადაწყვეტილების შემთხვევა იყოს უცხო თავარი რაც დაადგინა ამ სასამართლომ არის ის, რომ ესე იგი დამოუკიდებლობის გამოცხადება არ არღვევს საერთაშორისო სამართლის წესს. არ აღიარება, არამედ გამოცხადება უშუალოდ ამ შემთხვევაში კოსოვოზე უძლება. იყო თუ არა ეს გადაწყვეტილება პოლიტიკური თქვენია? დავასრულებ და კი ბატონო. ანუ აქ აღიარებაზე, თვით აღიარებაზეა ამ კონკრეტული ერთეულის. თუმცა ამავე დროს სასამართლოში იყო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალიან მკაფიოდ არის დაფიქსირებული, რომ ძალადობით ასე ვთქვათ, გამოწვეული დამოუკიდებლობა არ გვაქვს საერთაშორისო სამართლის პრინციპს. ეს ცალკე ასე ვთქვათ, პუნქტად არის ძალიან მკაფიოდ გამოყოფილი. მე არ მინდა ახლა ვისაუბრო სასამართლოზე, კიდევ ერთხელ ვიმეორებ ამ სასამართლოზე, ზოგადად სასამართლოს თავისი წესები, აქვს თავისი პროცედურები და ბუნებრივია ჩვენ ეს პროცედურები არ უნდა დავარღვოთ, მით უფრო რომ ჩვენ მივმართეთ ამ სასამართლოს, ჩვენ ვართ ინიციატორები და ჩვენ ამ სასამართლოს ვენდობი და აქედან გამომდინარე მე ზედმეტი საუბარი ამასთან დაკავშირებით. ისე თუ ეთანხმებით კოსოვოსთან დაკავშირებით ჰააგის სასამართლოს. კიდევ ერთხელ ვიძახი, ბუნებრივია რომ აქ არ არის საუბარი სხვა სახელმწიფოების მიერ და კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარებაზე, აქ თვით აღიარებაზე საუბარი. ამაზე რთულია ზოგი ეთანხმება, ზოგი არ ეთანხმება, ერთი რამე არის ცხადი, რომ დაუშვებელია იმ ერთეულების დამოუკიდებლობის აღიარება, რომლის ასე ვთქვათ, დამოუკიდებლობა გამოწვეულია ერთის მხრივ ეთნიკური წმენდით და ერთის მხრივ შეიარაღებული ძალების სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ. აი ესეთია ზუსტად შეიარაღებული ძალების გამოყენებით სხვა სახელმწიფოს მხრიდან და ეს არის დაფიქსირებული ზუსტად ჰააგის გადაწყვეტილებაში, რომელიც ეხებოდა კოსოვოს. იყო თქვენი აზრით მაინც ეს პოლიტიკურად მოტივირებული? კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ვინაიდან ჩვენ გვაქვს ურთიერთობა ამ სასამართლოსთან და ჩვენ მიმართა ჩვენ ამ სასამართლოს ვენდობით და იქ არიან ადამიანები, რომლებიც წარმოადგენენ ექსპერტებს საერთაშორისო სამართალში და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ საბოლოო ჯამში ამ გადაწყვეტილებამ არ დააჩქარა, ასე ვთქვათ, კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარება მსოფლიოში. ეს არის უბრალოდ სამართლებრივი ექსპერტიზა იმ მოქმედების, რაც განახორციელა თვითონ კოსოვომ და არა მაგალითად ევროპულმა სახელმწიფომ, რომელიც აღიარეს ან შეერთებულ შტატებმა. თავარი არის, რომ ეს
ძალიან მკაფიოდ დაისვა. ეს არ შეიძლება იყოს პრეცედენტი და ეს არც შეიქმნება პრეცედენტი სხვა დანარჩენი შემთხვევების